საქართველოს მელიორაციამ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმები განსაზღვრა. შეპესე საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. იგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერებს საქართველოს მელიორაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამსახურის ჩამოყალიბება მოსახლეობას გაუადვილებს წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების და სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. შეხვედრაზე რეგიონში სარწყავი სისტემების არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გასატარებულ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული რეგიონში ამ ეტაპზე არ ჰქონდა რეგიონული სამსახური ჩამოაყალიბეთ ახალი რეგიონული სამსახური და ეს გავაცნოთ რეგიონის ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის მერებს, მათთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო პროექტები, გავეცანით არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად განხორციელდება 2026 წლის პროექტები, რითაც ხელი შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის, ფერმერების საირიგაციო წყლის დივერსიფიცირებულ და უწყვეტ მიწოდებას. მერებმა ისაუბრეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე მომავალი გეგმები დაიგეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს 26 წლის ბიუჯეტით. გაგვაცნო მელიორაციის დირექტორმა იმ გეგმების შესახებ, რასაც გეგმავენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ნაკვეთების სავარგულების გასარწყავიანება და მელიორაციის სამსახურის მუშაობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ითვლება. ჩვენ შორის მოხდა ინფორმაციების გაცვლა, თუ რას ვფლობთ ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში როგორც ტექნიკურ ბაზას და ასევე დაისახა სამომავლო პირობები.